შავი ზღვის სანაპიროები, სუბტროპიკული კლიმატი, მთები, ისტორიული ნაგებობები და თანამედროვე ინფრასტრუქტურა აჭარას ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ რეგიონად აქცევს. პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის გამორჩეული ლოკაციაა და ჩვენი მოგზაურობაც სწორედ აქედან იწყება. აქ მოსვლისას შეძლებთ მოინახულოთ ციხე კოშკის ნანგრევები და მუზეუმები, სადაც საუკუნოვანი არტეფაქტები დაგხვდებათ. მრავალ ომგამოვლილი ნაგებობა გარდა კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობისა, ულამაზესი ზღვის ხედებით იზიდავს ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს, რაც რეგიონის განვითარებაზე საგრძნობლად აისახება. ხობულეთს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტურისტული თვალსაზრისით, ეს ეხება როგორც უშუალოდ საზღვაო ტურისტულ ზონას, ამავდროულად ხობულეთის ეროვნულ პარკებს, დაცულ ტერიტორიებს, ამ ეტაპისთვის არსებული სტატისტიკით 1.400.000 აღემატება ვიზიტების რაოდენობა რეგიონში, ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას, რეგიონს აქვს ძალიან დატვირთული ღონისძიებების კალენდარი. სოფლის სახელწოდება ციხისძირი სწორედ პეტრას ციხისგან მომდინარეობს, თუმცა დღეს ეს სახელი უმეტესად შუქურასთან ასოცირდება, რომელიც ბოლო წლებში ფოტოგრაფების, ბლოგერებისა და ტურისტების საყვარელ ობიექტად იქცა. ქვებსა და ხეებში ჩაფლული სანაპირო ერთგვარ იდუმალ, მყუდრო სივრცეს ქმნის დამსვენებელთათვის, სადაც მისასვლელი გზა კიდევ უფრო შთამბეჭდავია. მე პირადად ირლად ვარ აქ და მომწონს აქაურობა ძალიან, პირველი შთაბეჭდილებები ძალიან კარგია, საკმაოდ ხალხმრავალი ადგილია, მაგრამ არა შემაწუხებელი. I like this. მომწონს ეს ადგილი. საქართველოში მეორედ ვარ და ვფიქრობ კიდევ ბევრჯერ ვესტუმრები. ეს სანაპირო ძალიან ლამაზი და კომფორტულია. აქ მოსვლამდე ულამაზესი ბუნება გამოვიარეთ, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. ზღვის ხმაურისგან დაღლილმა შეგიძლიათ თავი კინტრიშის ხეობა შეაფაროთ, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია. აქ დაგხვდებათ უძველესი სუბტროპიკული ტყე, ენდემური და იშვიათი სახეობის ჰაბიტატი და ისტორიული არქიტექტურა. პირველად ვარ აქ და ამ ადგილით ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ. საოცარი ბუნებაა. მართალია გზა ერთგვარი გამოწვევაა, თუმცა აქამდე მოსვლა ნამდვილად ღირს. ეს ქვეყანა ძალიან კომფორტულია. გაქვთ მშვენიერი ბუნება, უგემრიელესი სამზარეულო და სტუმართმოყვარე ხალხი. თავს ძალიან უსაფრთხოდ ვგრძნობთ. საუკუნოვან ისტორიას ინახავს ქობულეთის დაცული ტერიტორიებიც, რომელიც ვიზიტორებს 300-მდე სახის ენდემური და რელიქტური მცენარის ნახვის შესაძლებლობას აძლევს, რომელთაგან ყველაზე უნიკალური და იშვიათი თეთრი ხავსი, იგივე სფაგნუმიანი ტორფია. რაც უნიკალური არის, სხვაგან არ გვხვდება ასეთი სისქის ტორფი, როგორც ის. ტორფი პირველი დეკორაციული ტორფნარი არის მსოფლიოში, რომელიც ჩვენთან იქნა აღმოჩენილი. ეს თვითონ წყალზე არის განლაგებული ეს ტორფნარი, მაგრამ იკვებება მხოლოდ და მხოლოდ წვიმის წყლით. აქვე ვხედავ დამწვარ მცენარეებს, ეს რისი შედეგი არის? ეს არის დაუდევრობის შედეგი, ტურისტებმა არ დაიცვენ ხანძარსაცი წესები. აქ შესვლისას აუცილებელია დაიცვათ უსაფრთხოების წესები. მოერიდოთ ხმაურს, არ გამოიყენოთ ასანთი და არ დაანაგვიანოთ გარემო, ვინაიდან ეს ზიანს აყენებს როგორც მცენარეებსა და ფრინველებს, ისე თავად ქვეყანასაც. წყლის ფრინველები გადაფრენის პერიოდში მიგრაციის დროს იყენებენ ამ ტერიტორიებს დასასვენებლად და ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ეს ადგილები, სწორედ ამიტომ გაწევრიანდა რამსარის კონვენციაში ეს ტერიტორიები. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებაში. იუნესკოს საიტი რო გავხდით, უფრო მეტი ტურისტი მოდის. ჩვენი სამდღიანი მოგზაურობა ქობულეთში ამით დასრულდა. თქვენ კი მანამ, სანამ აქ ვიზის დაგეგმავთ, შეგიძლიათ ხედებით კიდევ ერთხელ დატკბეთ.